აგრძელებს პავლე მოციქული. განკითხული იქნება, ვინც არ იწმუნა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა და შეიძლება ეთქვა პავლე მოციქულს, რომ უსამართლობა მიიღო გულში, უსამართლობა შეიწყნარა გულში. ასე არ ამბობს, უსამართლობა შეიტკბო. ეს ნიშნავს, რომ შენ გიყვარს ცოდვა. ის რაც შენსა და ქრისტეს შუა დგება, ის შენ გიყვარს და ის რომ გიყვარს, იმიტომ არ გიყვარს ქრისტე. სიყვარული ამა სოფლის ამტრობა ღვთისა, ხო გახსოვთ წმინდა წერილი სიტყვები? შეიტკბო. ტკბილი შენთვის იესო კი არ არის, არამედ ამა სოფლის რაც ისეთი რამ, რაც საფრთხედ გექცა, რაც შენსა და ქრისტეს შუა ჩადგა. ანუ უსამართლობა. რატომ უსამართლობა? იმიტომ რომ ღვთისნების საწინააღმდეგო რაღაცა გიყვარს. შენ გიყვარს ისეთი რამე, რაც ღვთისათვის საზულველია. და ამიტომ ჩვენ მუდამ აკვირდებოდეთ გულს, ჩემ გულს რა სიამოვნებს. თუ არ ირწმუნე, განიკითხება ყველა, ვინც არ ირწმუნა ჭეშმარიტება.